სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება. კოოპერატივების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციას ხელს შეუწყობს. დაინტერესებულმა პირებმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში უნდა წარმოადგინონ განცხადება, დამფუძნებელთა შეთანხმება და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფერმერებმა, რომელსაც სურვილი აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დააფუძნონ, მათ პირველ რიგში უნდა მიმართონ საჯარო რეესტრს, მიმართონ ნოტარიუსს და შესაბამისად ორგანიზაციის, ანუ კოოპერატივის ორგანიზაციული ფორმით იურიდიული დაფუძნების შემდგომ მოიპოვონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტოში. აი სწორედ ამ პროცედურის განმარტივებისათვის ჩვენ სამი უწყება, ნოტარიუსთა პალატა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ჩვენი სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტო გავფორმოთ დღეს მემორანდუმი. მეწარმეთა შესახებ კანონი, ასევე სახელმწიფო ხელშეწყობილი პროგრამები გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის სხვადასხვა შეღავათებს. ეს იქნება გამარტივებული, ეს პროცედურები იქნება გამარტივებული ამ მემორანდუმის თანახმად. ნოტარიუსის მონაწილეობა უზრუნველყოფს იმას, რომ ვინც გადაწყვიტა, რომ შექმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს. ნოტარიუსთან დამოწმდება წესდება, სადაც მას აეხსნება და განემარტება წესდების ყველა დებულება, მათი უფლებები, მოვალეობები და სხვა დებულებები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებს შეხვდა და ლაბორატორიის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება მიულოცა. დღეს როცა საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსის მისაღებად და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, რაც ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანის რეალურ პერსპექტივას შექმნის, მნიშვნელოვანია აკრედიტებული მაღალი დონის ლაბორატორიის არსებობა, აღნიშნა შალვა ფიფიამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია ISO 17025 მიიღო. იყო საერთაშორისო აკრედიტაცია 17025 ლაბორატორიულ კვლევებზე, ეს არის ANSIS, ამერიკის სტანდარტების ინსტიტუტის მიერ გაცემული საერთაშორისო აკრედიტაცია, რომლის მიხედვითაც ამ ლაბორატორიაში წარმოებული კვლევებს აქვს საერთაშორისო დონე და მათი მიღებული იქნება მთელ მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე DCFTA-ის, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულებას, რაც ჩვენს მწარმოებლებს მისცემს საშუალებას პოტენციალს, რომ ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქცია გაიტანონ და მოახდინონ მის რეალიზაცია. ლაბორატორიის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებამ დაადასტურა, რომ ჩვენს ლაბორატორიებში წარმოებული დიაგნოსტიკაც და ექსპერტიზაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, კერძოდ კი ISO 17025 სტანდარტის მოთხოვნებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს. სულხან მახათაძე ამჯერად ზოდის ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლების მოსახლეობა შეხვდა. მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის პრიორიტეტები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. ბატონ მახათაძე მოვიდა 8 თვის განმავლობაში ორჯერ სოფელ მახორთმანში და ჩვენი გაჭირება შეისწავლა. გზა არის აუცილებელი პირველ რიგში გასაკეთებელი. სკოლაში ბავშვები ფულს ღებულობს. ტრანსპორტი მარშრუტკა არ დადის და ფულს ღებულობს. დანიშნულია ექიმი, დანიშნული ექთანი და სოფელმა არ იცის რა გვარები არიან შემოძული. სოფელ ზოდისა და დარკვეთის მოსახლეობამ სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრა. ჯერ ცენტრალური გზა ხო არ ვარგია და შიდა გზები კიდე საშინელია. მაგალითად სამმართველოებმა გაანადგურეს ესმის ტერიტორიები და აღარ მოასწორეს. შევხვდით მოხოროთუბნის, დარკვეთის და ზოდის მოსახლეობას. ბატონმა სულხანმა მოახსენა აღნიშნული პრობლემების შესახებ თუ რა დიდი პრობლემების წინაშე დგას როგორც ქალაქი, ისე სოფელი. სულხან მახათაძემ სოფელ დარკვეთში საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღში, სადაც ინფრასტრუქტურა სრულიად მოუწესრიგებელია, 40 ბავშვი სწავლობს. მდგომარეობა საბავშვო ბაღის უმძიმესია. ჩამოდის შენობის ნაწილში წყალი, იატაკი დანგრეულია, კარფანჯები თითქმის გვიჭირს ფანჯრების გამოღება, იმიტომ რომ ავარიული მდგომარეობა არის შექმნილი. დღეს ბატონი სულხანი იყო ჩვენ საბავშვო ბაღში მოსული, სტუმრად დაგვპირდა სახურავს, კარფანჯრებს დიდება და მადლობა უფალს და მადლობა შემდეგ ბატონ სულხანს. მიმდინარე წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის
ერთ-ერთი ჭიათურიდან დარკვეთისა და ზოდის მიმართულებით საავტომობილო გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებაა დაგეგმილი. ერთი რაც მინდა ვთქვა ამ მიმართულებით დარკვეთის ზოდის მიმართულებით წერს ინფრასტრუქტურული პროექტების სახით ჩვენ რეგიონალური განვითარების ფონდიდან გეგმავთ ამ გზის ასფალტირებული გზის საფარის მოწყობას, რომელიც წელს აუცილებლად განხორციელდება ეს სამუშაოები, ეს პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, ახლა ჩვენ მოვინიშნეთ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მსგავსი ხასიათის შეხვედრები უკვე 20-მდე სოფელში გამართა. საქართველო მორიგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩეველი ხმას იმას მისცემს, ვისაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკრებულოსა და გამგეობაში ნდობის მანდატს ჩააბარებს. არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი. საარჩევნო მზადების მიუხედავად საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია. ვის ვირჩევთ, ეგ არ ვიცი, ჯერ ისიც არ ვიცი, ვინ იქნება. კანდიდატებიც არ ვიცი. ვინც უნდა ის იყოს, ოღონდ ხალხისთვის იყოს. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. როდის ტარდება, არ ვიცი. გამგებელს ვირჩევთ, გამგებელს ავირჩევთ, ხო? ასე არის, 50%-იანი ქოტით უნდა ავირჩიოთ გამგებელი. საკრებულო. არ ვართ ინფორმირებული ჯერჯერობით. ივნისშია მე მგონია. და რაც შეეხება კანდიდატებს ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოარული ენები რომ ასახელებენ სულ ერთი და იგივე ხალხს. მოგბეს და ერთი და იგივე სახეების სიახლე გვინდა გენაცვალე. კაი ცხოვრება გვინდა. არ ვიცი, აზრი არა ვარ. საკრებულოს და გამგებელს. როდის ტარდება? ივნისში, ხო ასეა. ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად წელს პირველად გამგებლები და მერები პირდაპირი წესით აირჩევიან. ჭიათურელმა ამომრჩეველმა არჩევნებთან დაკავშირებული ზუსტი დეტალები სრულად არ იცის, თუმცა მათ ზუსტად იციან თუ როგორი ადგილობრივი ხელისუფლება უნდათ რომ გყავდეთ. ქმედით უნარიანი, სოციალური პროგრამებზე ორიენტირებული, ქალაქის ეკოლოგიას რომ მიაქციონ ყურადღება და ძალიან წყლის პრობლემა სასტიკია საერთოდ ქალაქში. წყლის პრობლემა უპირველესი და ეს დაბინძურება ეკოლოგიურად ხო საშინლად ვართ. საკრებულოში ძალიან ნიჭიერი, გონიერი და ისეთი პატრიოტი, ქალაქის პატრიოტი ადამიანები. რომელიც ქალაქს მიხედავს და რაიმე თუ რამე არის ქალაქს ჭირდება, გაითვალისწინებს იმას. წესიერი ადამიანი, მომსმენი თუ არ გააკეთებს, ქემაის კარგად მოგვისმინოს და იყოს. ძლიერი და ხალხისთვის რომ დაუდგეს გაჭირვების დროს გვერდში. მე ძალიან არ მინდა რომ როგორც პარლამენტი ახლა ასეთი იყოს საკრებულოები და მინდა რომ ოპოზიციური ძალა გაძლიერდეს და შევიდეს რომ მუშაობა დაემგვანოს ქვეყანას. არ იყოს ორი პარტიის ჭიდილი. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისზაა დანიშნული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ საჩხერეში 2014 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი 2.125.000 ლარი უკვე ათვისებულია. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა ზაბახიძის განცხადებით, აღნიშნული თანხა იმ 6 პროექტისთვის დაიხარჯა, რომელიც პირველი ეტაპისთვის იყო დაგეგმილი. ჩატარებულია ტენდერები, გამარჯვებული ფირმები გამოვლენილი არიან და დაიწყო სამუშაოები, ხედავთ რომ ხიდებს შორის საყრდენი კედლის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საჩხერისთვის, რადგანაც ფაქტიურად ეს საყრდენი კედელი გაამაგრებს მდინარის ზედა სანაპიროს, მდინარე ყვირილის ზედა სანაპიროს საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას, იქ დასახლებულ მოსახლეობას ეს საყრდენი კედლის არარსებობა და გარდა ამისა გაალამაზებს ძალიან ქალაქის ხედსაც. საყრდენი კედლის დასრულების შემდეგ იქ მოეწყობა დასასვენებელი ადგილი. იქვე განხორციელდა სანაპიროს აღდგენის პროექტი, გაკეთდა გზა, 1.7 პროექტი განხორციელდა. ძალიან გაალამაზა ამ სანაპირო ქალაქი.
მიმდინარეობს ეს 2 წლის დაგეგმილია მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერის მოწყობა, რომლისთვისაც 106,000 ლარია გამოყოფილი. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს მერაბ კოსტავას სკვერის კეთილმოწყობაზეც. აღნიშნული პროექტის ღირებულება 283,000 ლარია. გაკეთდება შადრევანი მოეწყობა ბავშვებისათვის პატარა სკვერი, იქნება ატრაქციონები, გაკეთება დეკორატიული კედელი, ბილიკები, ყვავილებით დაიფარება და აქაც აუზში გაკეთდება ფანტანი პატარა ბრინჯაოს ფიგურებით. ძალიან ლამაზი პროექტია. თავიდან გაკეთდა ქალაქში ამოსასვლელი კიბეები თავის პატარა სკვერით, სადაც ისევე როგორც გასულ წელს ყვავილებით ისევ საჩხერე დაეწერება, სამომავლოდ კი ვფიქრობთ აქ უნდა განთავსდეს აკაკის წერეთლის ერთ-ერთი პერსონაჟის ფიგურა და ვფიქრობთ ეს იქნება გამსდელი, ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმა. რანაც სავანის გადასახურთან იქიდან ვიწყებთ უკვე ჭიათურის გასასვლელამდე საჩხერის ქუჩების გამწვანებას და გალამაზებას, ასევე ყვავილების შემოტანას და დარგვას და ამ შემოსასვლელშიც სავანის გადასახურთანაც და ჭიათურის გასასვლელშიც დაიდგმება სტელა წარწერით საჩხერე. განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ქალაქის შესასვლელში განთავსებული ეს სკვერიცაა. მის კეთილმოწყობაზე 48,000 ლარი დაიხარჯა. საჭირო იყო იმდენად დამღლელი იყო პატარა კიბეებზე ჩავლე. ეხლაც კი ვიღლები მე, მაგრამ ეს პრო ძალიან კარგი. გადასასვლელები, კიბეები, ყველაფერი უნდა იყოს ეს რიგში. გალამაზ და როგორ არა, კარგია. მუნიციპალიტეტის გამგებლის ამირა ნოზაძის განცხადებით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა გაბიონი ასრულებს. საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის 400,000 ლარია გამოყოფილი. ეხლა მიმდინარეობს იქვე აი ამ სკვერთან საყრდენი კედლის მშენებლობა, გამოვლენილია იქ გამარჯვებული შეფესე გაბიონი, რომელიც უახლოეს ხანში უკვე დაიწყებს სამუშაოების შესრულებას. და ის საფრთხე რომ შარშანაც იყო ეს გამოცხადებული ტენდერი, მაგრამ არ შემოვიდა არც ერთი ფირმა, თორემ ეს არის შარშანდელი შესასრულებელი პროექტი იყო და წელს მეორედ გამოცხადდა და უკვე შესრულებელი ყავს ამ საქმეს და აუცილებლად უახლოეს მომავალში გაკეთდება ეს საყრდენი კედელი. სოფელ სვიტორში კეთდება ხიდი, სამანქანო ხიდი, რომელიც მოემსახურება რამოდენიმე სოფელს მიმართულებით. კეთდება ასევე სავანისა და ბაჯითის სასმელი წყლის ესე იგი სამუშაოების პროექტირება გამოცხადებულია და უკვე აპრილის თვეში გვეყოლება გამარჯვებული პროექტი დაიდება და შესაბამისად გამოცხადდება ტენდერი უკვე შესასრულებელ სამუშაოებს. და წელს იქნება ათვისება ამ თანხის, ეს არის დიდი პროექტი, მაგრამ წელს ჩადებული ამ სამუშაოს შესასრულებლად, ესე იგი სავანის წყალზე არის 700,000 ლარი, სავანის წყლის მომარაგების სისტემის მშენებლობაზე 700,000, რაც შეეხება ბაჯითისა და სარეკის წყალმომარაგებას, მან არის 400,000 წელს ასათვისებელი და მაგის პროექტის დადების შემდეგ მალევე დაიწყება გამოცხადება ტენდერი და დაიწყება სამუშაოები. საჩხერის სხვადასხვა სოფლებში 6 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. მოეწყობა დამატებით 2 საბავშვო ბაღი სოფელ მერჯებსა და ჭორვილაში. სოფელში შენდება საბავშვო ბაღი, რომელიც თითოეული ბაღი არის 25 ბავშვზე გათვლილი და შესაბამისად ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ მცირედით მაინც მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც შეეხება ამ ბავშვების მშობლებისა და ბავშვების უზრუნველყოფას ამ საბავშვო ბაღებით. ასევე ჩვენი ბიუჯეტიდან მოხდება ესე იგი ბაღის მშენებლობა სოფელ მერჯევში, ის გაცილებით დიდი ბაღია და ასე რომ გარკვეულწილად ეს პრობლემა გადაწყდება. ასევე შენდება 2 ამბულატორია, ამას რეგიონალური განვითარების ფონდი აკეთებს. 2 ამბულატორია, ერთია პერევში ამბულატორია, პერევის ამბულატორიაზე უკვე და ასევე
მეორე ამბულატორია შენდება გორისაში. გამოცხადებულია ტენდერი ამ სამუშაოს შესრულებაზე, რაც შეეხება აი მარტო ფუნდამენტი, ესე ვთქვათ, საძირკველი კეთდება და ამის შემდეგ უკვე ასაწყობი ამბულატორია მოვა შესაბამისად და მოხდება ამ ამბულატორიების უკვე ექსპლუატაციაში შესვლა წელში. რეგიონული განვითარების ფონდიდან საჩხერეში მეორე ეტაპისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კვლავ 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. შაბათს 20 მარტს დაახლოებით 13 საათზე ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროთა სამმართველოს ყოფილი გამამდიდრებელი ქარხნის დემონტაჟის დროს უბედური შემთხვევა მოხდა. სამუშაოების მსვლელობისას ჩამოინგრა აღნიშნული ქარხნის ერთ-ერთი კედელი და ნანგრევებში 2 ადამიანი მოყვა. არ ვიცი. ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს? არ ვიცი. თქვენ აქ მუშაობ? არა, დამეცახეს და არ მუშაობთ აქ? კი, გითხრეს მუშაობ, მაგრამ 2 ადამიანი მოყავდა, არ ვიცი. ეს შენობა ყოფილი ქარხნის შენობა. კი, ქარხნის იყო მე მგონი. ხო, ქარხნის. ვისი არის არწივში? არ ვიცი, აზრი არ აქვს. ამ სამუშაოებს რა ფირმა ასრულებს? არ ვიცი. ვერ გეტყვით. ვიდექი ქვევითა. ბიჭები არიანო, რამე ვიქეცეთ და რამე უყანეთ 2 ბიჭი. ჩამეინგრა შემოვა. რამდენი ხანი არის მუშაობა? კი, არის 1 თვე. რამდენი ადამიანი დაშავდა? 2 არის. ნანგრევებში მოყვნენ თუ რა? ხო, ნანგრევებში მოყვნენ. დაშავებულების სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაზარალებული ლაშა გურული საავადმყოფოში მიყვანიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. მეორე დაშავებული ბრეგაძე თენგიზი კი ამ დრომდე ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დაშავებულები იყვნენ მოთავსებულები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ. ჩვენმა ახლობელმა დაგვირეკა ქალმა, ჩვენმა ახლობელმა ქალმა, რომ მოიყვანეს საავადმყოფოში. სხვა სხვიდან არავიდან არ გავა. როგორც იმერვიზიისთვის გახდა ცნობილი, ეგრეთ წოდებული ნოფის ქარხანა დემონტაჟის მიზნით ჯორჯიან ამერიკან ელოიზმა გაასხვისა. ქარხნის დღევანდელი მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დემონტაჟზე და მთლიანად სამუშაოების წარმოების უსაფრთხოებაზე თავად იყო პასუხისმგებელი. უბედური შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ჭიათურა საჩხერის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე გზავრთა უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით იყო შეწყვეტილი. მარი და ირინა ფხალაძეები 6 წელია ყოველდღე სპორტის სახეობაში, მძლეოსნობაში ვარჯიშობენ. მრავალი მედლისა და საპრიზო ადგილის მფლობელი დებისთვის დაუვიწყარია პირველი შეჯიბრი. გავით 9 წლის თეთრად ჭიათურაში გავედი პირველ ადგილას. და ძალიან კარგი განცდა იყო პირველ ადგილზე გასვლა. მარი ფხალაძე გუნდში გამორჩეულია. ის ფიზორგია და 12 კაციან ძლეოსანთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. გამოვარჩევდი მარი ფხალაძეს იმით, რომ არის ძალიან მოწესრიგებული ბავშვი, ძალიან მონდომებული, თავის დროზე მოდის ვარჯიში, არ არსებობს, რომ რა უნდა მოხდეს სასწაული, რომ დაიგვიანოს და ამის შემდეგ სპეციალურად დავაყენეთ ფიზორგად, რომ სხვებმაც ნახოს მაგალითი.
12 წლის მარი სამგზის საქართველოს ჩემპიონია. 21 თებერვალს თბილისში გამართულ ზამთრის საქართველოს ჩემპიონატზე მარიმ პირველი ადგილი დაიკავა და ჭიათურაში 3 ოქროს მედლით დაბრუნდა. ამბობს, რომ შეჯიბრზე გასვლის წინ ყოველთვის ღელავს. გამოვედი 1999, 2000 წელს და 2000 წელს დაბადებულთა შორის. გამოვედი 4 სახეში, 60 მეტ თარჯბენში, 800, 1500 და 3000 კილომეტრ ბენში. 60 მეტ თარჯბენში გავედი მეორე ადგილას და გავხდი მეორე ადგილის ვერცხლის მედლის მფლობელი. დანარჩენში კი 800, 1500 და 3000 კილომეტრ ბენში გავხდი 3 ოქროს მედლის მფლობელი. ასევე ვარ სამგზის საქართველოს ჩემპიონი. ზამთრის საქართველოს ჩემპიონატზე 13 წლის ირინა ფხალაძემ კი მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. არ ვღერავდი და მეორე ადგილი ავიღე ამ ჩემპიონატზე და ძალიან გახარებული ვიყავი. ამ სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენები 3 საათის განმავლობაში ვარჯიშობენ. თავიდან ვიწყებთ მოთელვებით, გაწელვებით, შემდეგ ძირითადზე გადავდივართ და მე დამთავრებელი დასკვნით. სადაც ტომებს ვაკეთებ. ირინასთვის და მისაბაძია და ცდილობს ყოველდღიური ვარჯიშით მისი შედეგები გააუმჯობესოს. ჩემი და არის ძალიან მომდევნებული არ ეზარება და ყოველდღიურად ამ შედეგებს აუმჯობესებს და ვცდილობ რომ მეც დავეციო. დების წარმატებების სტიმულია დამწყები მძლეოსნებისთვის. მე მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი და დავემსგავსო დებს მირინას და მარის. წვრთნელი ციალა ბოყობელი აცხადებს, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებენ პირველობის შენარჩუნებისა და შედეგების გაუმჯობესებისთვის. გამოძახილი ვართ ბორჯომში შეკრებაზე, სამკვირიან შეკრებაზე. ძალღონეს არ დავიშურებთ, მთელი ენერგიას ჩავდებთ ამ მომზადებაში, რათა ზაფხულის ივნისის თვეში კლავაც არის საქართველოს ჩემპიონატი და იმედია ბევრჯერ ვასახელებთ ჩვენ ქალაქს და არ დავთმობთ ამ ოქროს მედლებს, ან საპრიზო ადგილებს. ყურადღება ამ სტარტს ძლეოსანი დები ფხალაძეები 23 ივნისს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე აიღებენ.